30 ლარი მაინც ის 4 ლარით რამდენი უნდა ჩამოიდეს რომ წყალი არ აქვს დასალივი. რატომ მიზეზი რა არის? რა არის მიზეზი და პატარა მატორი იყო შიგა. ნახევარი სოფელს არ აკმარა. იქ ჩვენა ჰქონდა ძველი გამოყვანი კონსტრუქციის დროს წყალი. აგერ სასაფლაოზე გაჭრის და სანიორში წაიყვანეს. როცა ის მოდიოდა, აი ვორმა მანქანის უკან. ვორმოში ჩავდივართ მაშინ და იქიდან მიღებდი წყალს მაინც სოფელი ველად გადმოდა. ეგა წაგვარდეს, წაიღეს და დიდი მოტორს მოიტან ჩავდგამთ. არ დიდი მოიტანის, არხაც პატარა. რამდენი ხანია რა წყლის პრობლემა გაქვს? მე ერთი კვირა არ არისო და გუშინ ჩავედი აგ მეორე სოფელში. სანიორეში წყალი არ არის, ბოთლები წავიღე 4 ბოთლი და ნაფარივის გადასახვევში მივიდი რომ დასალევი წყალი ამოვიდა. გაგარკვეთ საქმის პრობლემა არ არის მე მგონი რა ვიცი პრობლემა შეიქმნა პატარა რაღაცა დროსთან იყო უბრალოდ დაკავშირებული და კიდევ გამეურდები რომ ჩვენ საათნახევრის უკან ჩამოვიარეთ და მთელი მოსახლეობა ჩავაგდეთ საქმის კურსში რომ ეს იყო მოგვარებადი და დღეს თუ არა ხვალ უეჭველი მაინც წყალი ექნება მოსახლეობას და არ ვიცი ეს აჟიოტაჟი უბრალოდ ხელოვნურად შეიქმნა მე ვფიქრობ დღეა ეს პრობლემა აქვს როგორც მოსახლეობა ამბობს სამი დღე არ არის 10 დღე ნამდვილად ანუ მოსახლეობა ტყუის არა 10 დღე ნამდვილად არ არის კი ტყუის ვიღაცა ტყუის აქვს ფაქტურად ვიღაცამ ხელოვნურად შექმნა აჟიოტაჟი თანამდებობა მითხარი თუ შეიძლება რა თანამდებობა ჩემი რაში გაინტერესებს როგორ ინტერვიუს ვიწერ და მაინტერესებს ვინ ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა ჯუღანის მოსახლეობა არ ვიცი ზუსტად რა დროს თელოში ვერ შეხვდება? არა რაღაც საყიდველზეც დავდივართ რაღაცნაირად. დღეს ჯუღანში ხალხი იყო გამოსული სოფელში სხვადასხვა პრობლემის გამო. ინტერვიუ მჭირდება თქვენთან შეგიძლიათ მომცეთ? აი მე რა იდეოლოგია წყალი არ დაზიანებული და